ეს არის OnePlus Nord 6. OnePlus 15-მა ისე შემოყვარა თავი, რომ ამ smartphone-ისგან ველოდი საკმაოდ ბევრს. ხო და მოგიყვებით რა მომეწონა და რა არ მომეწონა Nord 6-ში. დღეს OnePlus-ის ამ მოდელზე ვისაუბრებ. Nord 6-ის ყუთში შევხვდებით თვითონ smartphones, კაბელსა და SIM-ის ნემს. სხვა აქ არაფერია. ამ smartphone-ში ორი სიმბარათის მოთავსება შეგიძლიათ, SIM-ის მხარდაჭერა არ გვაქვს. დიზაინის მხრივ ჩემთვის თითქოს ამ smartphones რაღაც აკლია. აი თითქოს კამერების ასეთი განლაგება ცარიელ და დიდ სივრცეს ტოვებს კამერების ჭრილში. გვაქვს პლასტმასის ჩარჩო და ასევე პლასტმასის უკანა პანელი. ამ smartphone-ის ძლიერი მხარე არის ეკრანი, რადგან შესანიშნავი ფერები აქვს ჩემი აზრით და ზოგადად OnePlus-ის smartphone-ებს ძალიან კარგი ეკრანები აქვთ. 1 მილიარდი ფერი, 165 Hz განახლების სიხშირე, 3600 ნიტი პიკური სიკაშკაშე და 6.78 ინჩი ეკრანის ზომა. 165 Hz მხოლოდ კონკრეტულ თამაშებზე მოქმედებს. აი მაგალითად Clash of Clans-ზე, ხო და ძალიან სასიამოვნოა 165 Hz-ით ამ თამაშის თამაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩიპსეტი არაა ფლაგმანური და არის წინა წლის, ამ საფოსო კატეგორიაში მშვენიერია. GPU-საც არ დავარდნია დიდად პერფორმანსი ხანგრძლივი დატვირთვისას და ძალიან მაგარია ეგეც. მოკლედ Call of Duty-ს თუ თამაშობთ, შეგიძლიათ 165 FPS-ით ითამაშოთ ამ smartphone-ზე, რაც ძალიან მაგარია ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, OnePlus Nord 6-ის ლინკი აღწერაში დაგხვდებათ. აუცილებლად გამოიწერეთ Zoom-ერის არხი, მე კი შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.